კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. ვაგრძელებთ Microsoft PowerPoint 2013 და ჩვენ ახლა უნდა განვიხილოთ paragraph menu. ჩვენს წინაშე არის ჩამონათვალი, რომელსაც შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა პროცედურები. მაგალითად, მოვნიშნოთ სკოლები და ავირჩიოთ ჩამონათვალის რიცხობრივი ფორმატი. რიცხობრივი ფორმატის არჩევის შემდეგ დავინახავთ, რომ სკოლებს მიენიჭათ თავთავიანთი რიცხვები. ხოლო მოდით პროგრამებს კი კვლავ დავუბრუნოთ ან ჩამონათვალი, რომელიც იქნება ფოტოს ფორმის მაგალითად. როგორც ხედავთ, ჩამონათვალმა მიიღო CST-ის ლოგოები. თითოეული ღილაკი აქ რომ განვიხილოთ, ნახავთ, რომ არის შემდეგნაირი. ეს ღილაკები გახლავთ ტაბ-ღილაკის ფუნქციის შესრულება. ანუ თუ დავაწვევით ერთხელ, ეს ნიშნავს, რომ შეიწია შიგნით, თუ დავაწვევით ერთხელ, ნიშნავს, რომ დაბრუნდა წინ და თუ დავაწვევით კიდევ ერთხელ, ნიშნავს, რომ გამოვიდა კიდევ უფრო წინ. ასევე არის ინტერვალები ხაზებს შორის. თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ინტერვალები ხაზებს შორის. სასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ ეს მისაღებია თქვენი კონკრეტული ტექსტ ბოქსისათვის. ამის გარდა არის ტექსტის განმარტება მარცხნივ, შუაში, მარჯვნივ ან justify, ანუ გასწორება ორივე მარჯვენა და მარცხენა მხრის იმ ტიპის ტექსტისათვის, რომელიც არის დიდი. ასევე შესაძლებელია არსებული ტექსტის დაყოფა მაგალითად ორ სვეტად. და თუ ჩამონათვალი გაგრძელდება, დაინახავთ, რომ ჩვენ გვექნება უკვე ორი სვეტი. მოდით ჩამონათვალის ეს ნაწილი დავშალოთ და გავაგრძელოთ საუბარი. როგორ გავაერთიანებთ კოლონები, ისე one column და კოლონები გაერთიანდება. თუ თქვენ გვინდა რომ კოლონებს შორის იყოს ინტერვალი, მაშინ აქ უნდა მივუთითოთ spacing-ი და numbering-ი, რაც აკავშირებდა თუ რამდენი კოლონისგან შედგებოდა. შემდეგ გახლავთ ტექსტის მიმართულება. ტექსტი შეიძლება განმარტდეს ასეთი, ან კიდევ სხვა ფორმებით, ხო, more options. ამოვა დამატებით ფანჯარა, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ მივუთითოთ თუ როგორ განმარტდეს ტექსტი. თუმცა direction-ის გარდა შესაძლებელია ასევე მისათითებელი გახდეს თუ სადა იყოს განთავსებული ზუსტად ტექსტი და merge-ინებს, ანუ საზღვრებს გარშემო მყოფ საზღვრებს იყენებს თუ არა ის. ტექსტი შეიძლება განისაზღვროს, რომ განლაგდეს top-ში, მოდით უმჯობესია სხვა ტიპის ტექსტ ბოქსზე განახოთ. ეს არის top-ი, არის middle-ი, როგორც ჩამოვიდეს შუაში. არის ასევე გააცნო, ანუ ჩამოვიდა ქვემოთ, შესაბამისად არის ტექსტის მიმართულებები, რომ აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ. და ანუ ასე ვთქვათ, არის top center, middle center, bottom center, etc. ასე შემდეგ. დავაბრუნოთ ეს ტექსტი top-ზე და გადავიდეთ უკვე შემდეგ საკითხზე. შემდეგი საკითხი გახლავთ შემდეგი გახლავთ უკვე არსებული ჩამონათვალის კონვერტირება smart art-ად. ნახოთ ეს. ჩამოცვისაგან ვირჩევთ ერთ-ერთს ჩვენთვის სასურველ ვარიანტს. მაგალითად, ავირჩიოთ ესეთი ვარიანტი. როგორც ხედავთ, პარალელურად იხსნება type your text here, ანუ text pane ნაწილი. ანუ ეს ღილაკი არის გააქტიურებული.
შესაბამისად თუ აქ დავდგებით და გავაკეთებთ რაიმე ცვლილებებს, მაგალითად ვნახავთ, რომ შესაძლებელია, რომ ერთი რაღაცის ქვეშ მოძრაობით შევწიოთ რომელიმე სკოლა ქვეშ და აი ნახეთ წავიდა გაკეთდა მის ქვეშ. ან გამოვწიოთ წინ. მაგალითად დავდგეთ და გავწიოთ სულ წინ გარეთ. როგორც ხედავთ, გარეთ გავიდა სულ. ოღონდ ამ შემთხვევაში ორი ცალი ცალკენდგომი სტრუქტურა შეიქმნა, ანუ CU, CSB, CSL და სხვა დანარჩენი. ხო, ისევ შემოვწიეთ CSL-ი და შესაბამისად აქ რედაქტირებულ გასაგებია, რომ არის ძალიან მარტივი, ხო? მოდით ახლა ვნახოთ რა ხდება. აი მაგალითად ჩვენ გვინდა დავამატოთ CSL-ს, ნახეთ add shape. და მე ვეთქვი რომ დავამატოს add shape-ი below დავუშვათ. და აი მის ქვეშ დაემატა shape-ი. ასევე კიდევ ისევ CSL-ის ქვეშ დავამატებდი ისევ shapes და კიდევ CSL-ის ქვეშ დავამატებდი ისევ belows. და როგორც ხედავთ, სამი რამ დაემატა, მოდით შევამოწმოთ text pane-ში. დიახ, აი CSL-ის ქვეშ არის სამი რაღაც, მაგალითად ის შეიძლება იყოს ბაკალავრიატი, შეიძლება იყოს მაგისტრატურა და იყოს PhD. PhD. უბრუნდებით კვლავ და ხედავთ, რომ ეს გამაგება აქ გვაქვს. შეგვიძლია შევცვალოთ layout-ი, გავხადოთ სხვა ფორმის. შეგვიძლია მივცეთ change color, დავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფერთა გამის მქონე. მაგალითად ასეთი, დიახ. და ასე შემდეგ. ესაკვირველია ასევე შესაძლებელია layout-ის ცვლილება, more layout ფუნქციები დაჭერის დროს გამოსულ ვარიანტებში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვარიანტი შეარჩიოთ. თუმცა ესაკვირველია უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ჩარტი, ყველა ტიპის ჩარტზე ვერ ახდენს ასე ვთქვათ შეცვლას shape-ისას ვერ ახდენს ყველა ტიპის ჩარტი. ნახოთ ესეთი, მივცეთ OK და ნახოთ რა მოხდა. ამასობაში მინდა ვთქვა, რომ ზოგადად თეორიულად არის რამოდენიმე ტიპის ჩარტი, უბრალოდ რამოდენიმე ტიპის smart art-ი, smart art-ები, ტიპები, აი ეს როგორც ნახეთ, layout-ებში არის ჩამოთვლილი და აქვე უნდა გაესვას ხაზი იმ საკითხს, რომ თუ საუბარია, რომ თქვენ გინდათ შეარჩიოთ დავუშვათ რაღაცა წრიული ჩარტი, რომელიც არის დავუშვათ ერთი გამომდინარეობს მეორედან მეორე, მესამედან მესამე, მეოთხედან და ასე შემდეგ, ამ ტიპში უნდა აირჩიოთ შესაფერისი. თუ საუბარია იმაზე, რომ არის რაღაცა გამაგება, ну აი როგორც ხედავთ ჩარტი შეირჩა, ან smart art-ი შეირჩა, თუმცა აქ ეს კონკრეტული არ არის სწორი და ლამაზი. რასაკვირველია სასურველია დავაბრუნოთ უკან და მოდით დავაბრუნოთ უკან როგორ. ну გავაკეთებთ ბრძანება undo. აი ეს ბრძანება undo. მე დაგვაბრუნებს წინა ვარიანტი. კი ბატონო. ამით paragraph menu-ზე პრინციპში ხო უბრალოდ აქ შეგვიძლია გავაგრძელოთ დეტალურად საუბარი იმაზე, რომ მოვნიშნოთ დავუშვათ რომელიმე ფორმატში გადავიდეთ და მივცეთ შესაბამისი ბრძანებები. მაგალითად change shape და შეგვიძლია ეს კონკრეტული shape-ი გავხადოთ დავუშვათ ღრუბლის ფორმის დავუშვათ. ხო, ანუ კიდევ CST-ზე დავდგები და დავუშვათ გავხადოთ რაღაცა სხვა ფორმის. მაგალითად smile-ის ფორმის. და ასე შემდეგ. თუმცა თითოეულ მათგანს შეიძლება დაუმუშავდეს სტილიც, ხო? აი მაგალითად ავირჩიოთ ესეთი სტილი,
და როგორც ხედავთ, სკოლა შესაბამის თავის ფერს მიიღებს და ენიჭება მას. ასევე არის აქ outline-ი, outline-ი ჩვენ შეგვიძლია შეგვიძლია იყოს წითელი, რომ ტექსტის და გარშემო ჩარჩოს, ანუ იყოს წითელი. ტექსტი ავირჩიოთ იყოს წითელი. და ნუ მოკლედ CST-ის სკოლამ მიიღო შესაბამისად თავისი, როგორც ხედავთ, ფერი. შემდეგ გვაქვს აქვე საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია იყოს ფილი, ანუ გარდა ფერების no fili, ანუ არც ერთი ფერი არ იყოს, more fill colors, every feri, რაც ნიშნავს, რომ რა ფერსაც აიღებთ, ის მიენიჭება, ეს არის დამატება 2013-ის. Picture-ი, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ფოტო, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ, მაგალითად აი ესეთი და ეს სურათი დაყენდება აქ. ასევე არის gradient, სადაც ირჩევთ ფერთა გამას, ან more gradients და ეს გრადირებული ხდება. და ბოლოს texture. რაღაც სხვადასხვა ტიპის ტექსტილი, რომელსაც შეარჩევთ და დაიყენებთ. ასევე არის shape-ების ეფექტები, მაგალითად shadow-ები, შეგიძლიათ შეარჩიოთ ესეთი და ნუ ნახავთ, რომ ეს shadow-ები მასზე მოქმედებს. ანალოგიური ფუნქციები გააჩნია ტექსტურ შემთხვევებში, გაგვაჩნია ტექსტურ შემთხვევებშიც. რაც შეეხება თავად home menu-ში პარაგრაფ ნაწილს, ამითი პარაგრაფზე საუბარი დავასრულეთ. ეს არის CST